მოგესალმებით მეგობრებო, რიგით ნომერ მე-12 პოდკასტით და ეს პოდკასტი იქნება ძალიან განსხვავებული და საინტერესო. ვიღებთ კამერული სტილით და ყავს ძალიან საინტერესო სტუმარი, old school-ის წარმომადგენელი, ჩვენი მეგობარი თერიკა. ძიმეწონა ირაკი. ეს ადამიანი მოუწვიეთ, იმიტომ რომ მისი შემოქმედება ძირითადად არის პროტესტზე, თემაზე, რაც დღეს გვექნება და დღეს ჩვენი თემა იქნება საკმაოდ აქტუალური, საკმაოდ მნიშვნელოვანი და თითქმის როცა მესმის ეს სიტყვა, ეს ქალაქი და ქვეყანა რაღაცნაირად დგას ამ ცნებაზე, რომელიც ცნებასაც ქვია აკრძალვა. და ჩვენი საუბარი იქნება ძირითადად აკრძალვაზე, რამდენად ხელს გვიშლის, რამდენად დამობრკოლებელია, რამდენად ბოჭავს ადამიანებს. შეიძლება არ ბოჭავს. განხილვადი. განხილვა იქნება, მაგრამ მე ამ პათოსით ვარ. კი. ჩემო მარიანა და აუცილებლად ჩემი პათოსი აკრძალვასთან დაკავშირებით იქნება ბოლომდე რაღაც პროტესტნარევი და ყოველთვის წინააღმდეგ ვიქნები ნებისმიერი აკრძალვის. კაი, ხა დასაწყისში რო ემოვნებიან ხოლმე სტუმარს. როგორ ხარ? ჩვენ უკვე ვიცით როგორ ხარ. არ ვიქნებით პანალურები. რა ქვია. პირველ რიგში კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს პოდკასტში და 10,000-ობით subscriber-ის მომტანი ყოფილიყოს. ამინ. მადლობა მოწვევისათვის და რა ვიცი, კიდე სტანდარტული რაღაცები პასუხები რაც უნდა გაგცეთ. ხო კიდე. ხო სტანდარტი. თუ მოვილიეთ გადავიდეთ თემაზე. ხო, სტანდარტული არ გამოვა, იმიტომ რომ იმდენად წეგან საუბრობდით ჩვენ სამ ჩაწერას დავიწყებდით, რომ იმდენად ემოციური თემაა და იმდენად ესეთ დატენილი არის ენერგიით, რომ შეუძლებელია რაღაცა არ აღზრას თქვენში, რაღაც უკავშირი არ გამოიწვიოს და შევეცდებით რომ გავშალოთ ეს თემა. აკრძალვა იწყება, არ ვიცი, ბავშვობიდან, გვეუბნები, ანუ აი რაღაცა ეს შეიძლება, ეს არ შეიძლება, აქ უნდა წავიდეთ, ეს არ უნდა ვქნათ და ანუ ეს აკრძალვის ცნება იდება ჩვენში, აი თითქმის უკვე დაბადებიდან, ხო? ანუ როდის ვიტიროთ, როდის ვიცინოთ, რა შევჭამოთ და ასე შემდეგ. ანუ მსგავსი ტიპის აკრძალვა არის აბსოლუტურად ბუნებრივი იმ შემთხვევაში, ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ასეა. ხო, ახლა ბავშვი რო დგას სადღაც და უნდა გადავარდეს, ან რაღაცა ცეცხლთან ახლოს არის და ასე შემდეგ. შესაბამისად იქ უნდა მიუთითოთ. ანუ საჭირო აკრძალვა. უფრო და არა აკრძალვა, ეხა შტეფსელში არ შეყო თითი რო ეუნები ბავშვს და უგრძალა რო არ დაგინახო შტეფსელთან ისული. შტეფსელში არ შეყო თითი. შტეფსელი ქართული სიტყვა არ არის, დენცკვიტა. დენცკვიტა რაც არის, ხო. აი არ უნდა შეყო თითები, ეგ უფრო სწავლებაა ვიდრე აკრძალვა რა. მაგრამ არ ვასწავლით, ნახე, მაინც ეუბნებ რა შეყო, ის კი არა რომ შეყო დენი დაგარტყავს და მოკვდების კი არ მეუბნებ, რა შეი. ბავშვია და ეხლა შეიძლება ვერ მიხვდეს, სხვა ვერ დაელაპარაკები, ეხლა 2 წლის ბავშვი სერიოზულ თემას, ამ სერიოზულ თემას ვერ დაელაპარაკები, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ვერ ხვდება, საერთოდ სხვაგან არის, არც ცნობიერი არ არის, ჩაუყალიბებული და არც ქვეცნობიერი, ასე რომ ვთქვათ რა, ანუ ვერ დაგეწევა ახსნაში, ამიტომ ცოტა აკრძალვით იწყებ, კი, ცოტა უხეში ფორმაა, მაგრამ აკრძალვა. მე რომ ვიზდებით ეს აკრძალვები აღარ მოგწონს რა და ხო, მე ვიქცევა ყველა უფრო ანუ იერარქია რა, უფროსიდან იწყება და რადგან უფროსი ვარ შემილია აკრძალვა რა. ისედაც ეგრეა, სისტემა არის ზოგადად მაგაზე ჩამოყალ. მე როგორ უყურებ ეხა აკრძალვებს მაგას გეტყვით. აკრძალვა ნებისმიერი აკრძალვა არის ნებისმიერი სახელმწიფო სისტემისთვის იარაღი რომ ხალხი მართოს. всё მორჩანო არაფერი ასაკრძალი არ არის რეალურად, მაგრამ ეს ხელოვნურად არის შექმნილი რაღაცეები, რაც ანუ უნდა იყოს აკრძალული, იმიტომ რომ ეს ადამიანების კონკრეტული ჯგუფი ან კონკრეტული სოციუმი ან ვიღაცა ყავდეს მუჩი, ასე რომ ვთქვათ რა. ეგ აკრძალოთ ხო ვიღაცებისთვისა, ვინც მაგ წესებს ადგენს, ეს არ შეიძლება თავისთავად არ უკრძალოს. მარიხუანა აკრძალა ეხა და რა ვიცი ხალხი რა ქეშები მაგალითად რა ვიცი მე თითებს იჭამენ თვითონ ვინც აკრძალენ ეს ამათთვის არ არის არანაირი პრობლემა ყოველდღე არიანებს ეწევიან ან თუ ენდომებათ ან მათ ხელს არავინ არ შეუშვებს ამიტომ აკრძალვა მუშაობს ამ დიდ კაცთან პატარა კაცსა როდის გაცლია მართალი ამბავია ამიტომ აკრძალვა მაშინ თუ მიგრძალა ანუ ორმაგი სტანდარტს ეჯახები ყველა ვარიანტში რაც არ უნდა აკრძალვა იყოს რა ხო და ავი არ
მე მგონია რომ ნებისმიერი მაგრამ ახლა ეგ- აკრძალვა რაც მოდის სისტემიდან არის უბრალოდ ადამიანების ჯგუფების ან მთლიანად ამ მასის ხომ ეს სამართალი. მასა ხო იდეაში სამართავია, იმიტომ რომ ყველა ადამიანი თავის ჭკუას აი ესე რომ მიუშვა, რომ მიდი რაც გინდა აკეთე, იქნება ქაოსი არა, მიდი რაც პანიკა. გინდა აკეთეზე არ უნდა იყოს კონკრეტული რაღაცა, ნახე შენი თავისუფლება, შენი აკრძალვები მანდამთა. ანუ შენ უნდა გეგრძალებოდეს მაქსიმუმ სხვისი სხვა ჩემს სხვისი შეწუხება. ანუ მარტი სულს რაღაც თალხელზე ჩამოთვლი რა აკრძალვით დალაგდება რაღაცეები, ანუ სხვა ადამიანის ფიზიკური, ანუ და მორალური ასე ვთქვათ, ანუ შეხება, როგორც ფიზიკურ ცემ, აგინებ თუ რას, ანუ შეურაცხყოფას აყენებ თუ რას იზავ, ხო? ეს უნდა იყოს აკრძალვი, იმიტომ რომ სხვა ადამიანზე ხა მე არ ვიცახი რომ რაღაც ქუჩაში ჭუბი რომ მოგივა და ვიღაცა შეაგინებ ამის გამო დაიჭიროს ადამიანი ვინმე. ამას არ ვეთამდა ვიძახი რომ ანუ ხუახტენ ადამიანები ანუ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვიღაცებს ემუქრებიან რაღაცა. აი ესეთი რაღაც ანუ სხვა ადამიანი არ უნდა ხელყო, სხვა ადამიანის კერძო საკუთრებას არ უნდა შეეხო. ანუ რაც მისია სხეულიდან დაწყებული სახლით, ნაკვეთით, ყველაფრით დამთავრებული, მანქან არ უნდა შეეხო, ანუ არ უნდა მოპარო, არ უნდა დაუზიანო. და დანარჩენი, ანუ სხვა დანარჩენი, ამ ყველაფრიდან გადაეს ძალიან მარტივად არის მე თუ მკითხავ რა. ამ ყველაფრიდან რომ გახვიდე რეალურად აღარაფერი აკრძალვა არ გჭირდება თუ შენ ხო, მაგას თუ იცავ, ხო მე რა მას აღარ გჭირდება. პატარა რაღაცებს ელემენტარულს და ძალიან მარტივ რაღაცას თუ დაიცავ, აღარ გჭირდება. მე თუ მექნება იარაღი და ვიცი რომ შენ არ უნდა გესროლო, ანუ ხო, ანუ ნახე, მე უკვე შენს გექნება იარაღი და მე გიჟი არ ვარ და ეხა იარაღიან ხალხთან არ გავარდები რა კლინტ ისტვუდი ხო არა ვარ და ვიღაცა იქნება კლინტ ისტვუდი და ამიტომ ის ვიღაცა სანამ ჩემთან მოვა ხო სანამ პოლიცია და ვიღაცები როგორც გვეუბნებიან რომ ისინი უნდა არეგულირებდნენ ამას სანამ პოლიცია მოვა მანამდე ყველაფერს გააკეთებს ამიტომ მე უნდა მქონდეს იმის უფლება რომ მე თვითონ დავიცვა თავი ხო და აი ეს არის ზუსტად აკრძალული და მსგავსი რაღაცეები აი ეს აკრძალვები რაც საშუალებას გაძლევს რომ თავი დაიცვა მინიმუმ თავი დაიცვა და ოჯახი დაიცვა ყველაფერს თავი დაანებეთ თვითონ ეს თუნდაც იარაღებიც არის შექმნილი არავინ არ ამბობს ამი არც ავტომატებზე არც პისტოლეტებზე და კლასიფიცირებულადაც ეგრეა დაყოფილი რომ არის თავდაცვითი იარაღი ანუ თავდაცვის საშუალება რომელიც გამოიგონეს ადამიანებმა ავუგრძალეთ ადამიანებს რომ იმათმა დაიცვან თავი წარმოიდგინე რა ხო სიგიჟეს ეჯახები ან თუ თავდაცვითი საშუალება მოვიგონე რომ ადამიანებმა თავი დაიცვან მაშინ რატომ ვუგრძალავთ მაგრამ თვითონ კარგად იყენებენ სხვა ქვეყნების თვითონ ანუ თვითონ სხვა ქვეყნებში სადაც ცოტა უფრო მაღალია ანუ ესე ვთქვათ პასუხისმგებლობა და ანუ საზოგადოებაზე უფრო მეც ფიქრობს ასე რომ ვთქვათ სისტემა ანუ ეს მართვის ვერტიკალი იქ უფრო შედარებით ჩვენებს უყვართ მაგ სიტყვას გალიბერალებულია რაღაცეებით რომ სინამდვილეში ესე არ არის ანუ ჩვეულებრივ ფუნდამენტურად თავისუფლება ანუ ყველაზე მარტივ რაღაცას გეტყვით ეხ სტატისტიკურად არის ეს დათვლილი აი ყველაზე დაცული შტატი რაც არის ამერიკაში ყველაზე დაცული ქვეყანა ხო არის ამერიკა და ყველაზე დაცული შტატი სადაც ყველაზე სწრაფად მიდის პოლიცია და თელი ამბავი საშუალოდ 12-დან 14 წუთამდე უნდება მაინც ანუ პოლიცია მისვლა შემთხვევის ადგილზე და 12-დან 14 ან 12 წუთი ის დრო არის სადაც დამნაშავე ნებისმიერი სახის დანაშაულს ჩადენას მოასწრებს. მათ შორის გაუპატიურებასაც კი. ანუ ვერ გიცავს პოლიცია. შეიძლება სადღაცა 3 წუთში მივიდეს და შეიძლება სადღაცა გვერდით უცხოვრობ. წუთში, ანუ ეგ, მაგრამ საშუალოდ ესეა დათვლილი. საშუალოდ 12 წუთი მაინც უნდება პოლიცია მისვლას. ამიტომ პოლიცია რეალურად ვერ მიცავს. იქ იმ ქვეყნებშიც, ნახე ამერიკაში და ეხლა მაგალითად პოლიციას აქვს უფლება მოწოდების აღდამორჩილებაზე გაგიხსნას ცეცხლი და დაგადუღოს სადაც იქ არ არის აერში როგორც ჩვენთან გამაფრთხილებელი გასროლა უნდა გააკეთონ პოლიციას თუ ეს რეპორტის რაუნდეს რომ ჩვენთან პირ გესვრიან იმიტომ რომ იქ იარაღი გაქვს იმ იარაღია ის არ არის პოლიციელი დაცული იმის გამო იმ ადამიანს იარაღი კრიმინალსაც შეუძლია ფუნდამენტურად აქვს იმის უფლება რომ კრიმინალს ნასამართლებს ყაჩაღობაზე ადამიანს აქვს იმის უფლება რომ ქონდეს იარაღი თავდაცვისთვის მეცაც გეტყვი რაღაც შტატებში შეიძლება დაურეგისტრირებელი იარაღი ქონდეს საერთოდ ანუ ხო და მეც მაგისკენ ვარ ჩემი აზრით თუ ჩვენ ჩვენი საზოგადოება როგორ არის მაგის ზად მაგას ხო გააჩნია საზოგადოება ჩემი აზრით ყველგან ერთნაირია ყველგან ერთნაირად შეიძლება იმართოს აგერ მაგალითად აი ჩვენები იჰოთებარიან ზომბია კვაპალიცია ჩვენ ევროპას და რაღაცებს ხო ვედრებით მაგრამ ევროპა იყო აგერ ხო უნგრეთი და იგივე პროპაგანდა მუშაობდა ამდენი წლების განმავლობაში და ჩვენთან მუშაობს დღემდე ანუ ხალხი ყველგან ერთნაირია მე თვითონ მასა ყველგან ერთნაირია როგორ მოექცევი შენ ამასაც
იმაზეა დამოკიდებული, მე ეს მასალა როგორ არ უნგრეთში მუშაობდა. ხო, მუშაობს. ხო, ნუ იქ რაღაცა ისეთი მოხდა, რაც ანუ ამ ხალხისთვის აღმოჩნდა ასე ზღვარი, ხო, ანუ ჩვენთან რამდენი ზღვარი მოხდა და ჩვენთან ცოტა რთულად არის საქმე. ო, ჩვენთან ძალიან რთულად არის საქმე. ჩვენთან რთულად არის საქმე, იმიტომ რომ კაკრას აგზალვებზე არის თელია. ხო, რა ეგ ყველაფერი პირბადით რა შეგიძლია, მიხვიდ პირბადით რომ გიკრძალავენ და ტროტუარზე დგომას. ხო. ანუ იყო საქართველოში პერიოდი რომ პირბადის არქონის გამო გაჯარიმებდნენ, არკეთების გამო და ეხლა პირიქით არის, რომ დუგიგეთია გაჯარიმებენ. და ტროტუარზე დგომის გამო და რაღაცა 4 წელია ყველაფერში ზღვა. ხო, ყველაფერი აიკრძალა და ყველაფერი აი ხო, ანუ ტროტუარზე დგო. გააჩნია შენ რა საკეთებ ხე ტროტუარზე მე და შენ გავდგეთ და რაღაცა ყავავს და სიგარეტი მოწიოთ, არავინ არ მოხდა გეტყვის, მაგრამ როგორც კი შევტრიალდებით და რაღაცა цаრიელ ფურცელს გავშლით, ხო, цаრიელ ფურცელს რაც არაფერი წერია, უკვე პროტესტია, მე. ხო, და პროტესტის გამოხატვის უფლება არის. არის. ხო, იქნებ რა ვიცი თქვენ გენაცვალეთ თქვენი ჭირიმები წერია მაგ სლოგანზე. პოზიციას ვასწორები და ვიქნებ ამ თეთრი ფურცლით ოპერატორს არ ვიღაცას, რატო ვიჯერ კაცო. ხო, მაგრამ ეგ არის რა. მაგას ეს აგზავნებს რაღაცნაირად მუშაობს, ანუ ხო თქვენ მე და შენ არავინ დაგვაჯარიმებს, მაგრამ როგორც ვიღაცა გააპროტესტებს, ანუ ეს რაღაცა კონკრეტული აგზავნა შეიქმნა კონკრეტული ადამიანების ჯგუფისთვის და ესე ანუ აი ეს არის ზოგადად. მე ყველა ჯგუფს მოარგებენ, ახლა ყველა ჯგუფისთვის არის ყველანაირი აკრძალვა. შენ სხვა რაღაცა გეხება, იმას სხვა რაღაცა, მე სხვა რაღაცა. მაგრამ რაღაცები რაც არ მინდა რომ კონდეს აკრძალული ახლა მაგალითად, მაგრამ რა ვერაფერს ვერ ვიზავ. ჩემი შეიძლება ისეთი ფუნდამენტურად რაღაცა ის დიდი არ იყოს და ხმაურიანი როგორც სიტყვაზე ტროტუარზე დგომა უგრძალეს ვიღაცებს რაც მე მაქვს აკრძალული ხა იმასთან შედარებით, მაგრამ ხო აკრძალვა და ხო რაც არაშო. ვის რას უშავებ? აი ვის რას უშავებ? მართლა რომ გამოდიოდე და რავი მოწოდებს ის რომ ზაგზავ დანის ტარება რატო არის ზაგზავ ვიღაცა ახლა ალბათ გვიყურებს და ეთქვის რა ახლა ასასრულეს იძახის დანით ყოველი მეორე დადის მოკლავს ვიღაცას რავი ხო მაგრამ ნახე რა იწვევს ახლა დანის აკრძალვა 73 წლის ბაბუ რომელიც ვაშლი და იმიტომ რომ კბილები აღარ მაქვს ეს დანას იმისთვის ხوارოფ რომ დავჭრა ვაშლი და შევჭამო დაიჭირეს ქუჩაში ჩამოვართოს ეს დანა დაუწერეს ჯარი 72 წლის დამფრიტენ ბაბუ აი ხო და რაღაცა ხო შეიძლება იყოს სადღაცას ან მორალური რაღაცა კოდექსიც ხოლმე არსებობდეს გარდა იმ ფუძელზე დაწერილი რაღაცა სიგიჟისა რაც თავში მოგივა თან ეს აკრძალვები ხო ჩვენთან ხელისუფლებასთან ერთად იცვლება მაგრამ უბედურება რა იცი სხვა რომ მოვა ის ეს დებილობა ქონათ აკრძალვა და მოდი ხალხ ანუ არა ის უკვე კომფორტია და ის უფრო მეტ საკრძალავს ანუ ხო იმიტომ რომ ზაბრივით წავა ჩვენ ისევ კომუნისტური სისტემით ვცხოვრობთ ანუ ჯერ არ ვიცით ჩვენ არა ვართ ის თაობა არა ხო ვერ დაინგრევა იმიტომ რომ წარმოიდგინე ვინც ახლა ამ ყველაფერს ამ სისტემის სათავეშია ის თვითონ კომუნისტების დროს არის დაბადებული გაზრდილი ანუ ისწავლა კომუნისტური წყობითი სოციალიზმი ისწავლა უნივერსიტეტში ოჯახი შექმნა კომუნისტების დროს მამამისმაც იმის მამამაც ანუ და ის ახლა ფიზიკურად ვერ იქნება მემარჯვენე და ასე ვთქვათ რა ქვია კაპიტალისტი ხო კომუნისტებში გაზრდილი ადამიანი კაპიტალისტი ვერ იქნება ხო შეიძლება რაღაცა იდეოლოგია კონდეს მაგრამ როგორც კი მართვის სადავესთან მიიყვან იმან მარტო ისეთი მოქმედება იცის მარტო რომ აუგრძალე დააშინე შეჭამე რაღაცა 1000 რაღაცა არის რა ხო და აი ეგ არის რა სანამ არ გავივლით ამ სიგიჟეს ანუ 40 1-40 წელი სანამ არ გავა 40 წელი აი მოსე რუატარებდა ებრაელებს გამოგვიყვანონ გამოქვაბული ხო ანუ 40 წელი რუატარებდა ამ ებრაელებს სანამ აღთქმულ ქვეყანასთან მივიდნენ ხო 40 წელში ფეხით რო იარო აი დაბჭა დაარტყამ დედამიწას კრუქს რა ვერ იპოვეს ეს აღთქმული ქვეყანა ხო 40 წელი რო დაბოდიალობდნენ მაგრამ სინამდვილეში სხვა რაღაცა იქში იყო იქ საქმე რომ ესენი მონობაში იყვნენ ყველა დაბადებული ვინც ეგვიპტიდან გამოვიდა და აღთქმულ ქვეყანას ეძებდა თორე გვერდი არის ისრაელი და ეგვიპტე იქვე იყვნენ გადავიდა საქართველოს სომხეთია მაგრამ 40 წელი იარეს უდაბნოში იმიტომ რომ მენტალურად გაწმენდილი იყვნენ რა თქმა უნდა იმიტომ რომ ის ადამიანი უკვე თავისუფლობაში დაბადებული ადამიანი უკვე სხვანაირად ანუ იქ იმ აღთქმულ ქვეყანაში მონობაში გაზრდილი ადამიანები ვერ აშენებდნენ კრუგაზორი ეგა რა სხვა ვერ აშენებდნენ თავისუფალ ქვეყანას მონობაში გაზრდილი და გამოწვრთნელი ხალხი და ამიტომ გაფილტრა რა და ალბათ ჩვენც რაღაც 40 წელი დაგჭირდება ნუ ნელა უახლოვდება ეს ჩვენ რაც დამოუკიდებლობა მომიპოვეთ
აი ხო ან მარტო მე დღეიდან 40 წელი მგონია ეს კომუნისტების დროს ვარ ახლა დაბადებული, მაგრამ უკვე ბოლოსკენ ან პერესტროიკის პერიოდში ვარ დაბადებული და ასე ვთქვათ ანუ წარმოვიდგინე მე რო სკოლაში ვსწავლობდი, ხო ანუ ნახე ანუ მასწავლებლებდნენ ისინი ვინც მამაჩემს ასწავლიდნენ. აი მე ხო. წიგნები მქონდა რაღაცა იმ წიგნებით ვსწავლობდი, რომლითაც რა ვიცი 10 წლის წინ სწავლობდნენ ვიღაცები, ხო და ჩემი დის დამრიგებელი იყო მამაჩემის დამრიგებელი და ჩემი მათემატიკის მასწავლებელი. არა, ჩემ დროს ახლა ჩვეულებრივად მაგალითად მასწავლებლები ბავშვებს კლაუდნერ თქმევაში. კი, ჯოხის გადატეხვა და ყურის ისე ახევა რო სისხლიგდის და ამ თაობას ანუ ვინც ახლა წარმოიდგინე 90-იან წლების მერე დაიბადა 90-იან წლები კიდე ცოტა ჩვენთვის ცოტა რთული პერიოდი იყო და კიდე რაღაცა გავლენა ჰქონდა იმ კომუნიზმს და რაღაცებს, მაგრამ აი ხა ვინც 2000-იანებში და რაღაცები თავისუფალ ქვეყანაში ვინც დაიბადა და ცოტა მეტი თავის კომუნიზმთან შედარებით მეტი თავისუფლება ახლა იმ ადამიანებისთვის ცოტა ანუ წარმოიდგინე ახლა თინეიჯერ სკოლის მოსწავლეს მე-9 კლასელს ვეუბნები რომ რავი ჩემო შრომის მასწავლებელმა რაღაცა მე და ჩემ კლასელს მსხვილი რეიკა გადაგონტრია თავზე ანუ გაკვეთილზე არ გადავა ჩემ კლასელსაც კი იმ ხელა რეიკა გადაგონტრია თავზე რა ვიცი ეხლა ეგეთი რაღაცა რომ ჩემ შვილს უნდა გავუკეთოს ჩვეულებრივად ცეცხლს აუგიდებ იმ სკოლას მაგრამ მე აღარ ამოვიღე და ვერ ჩემ კლასელმა თან მშობლებსაც ვერ ეუბნები იმიტომ რომ გეშინია რომ რა დააშავე ასეთ და დაგიმატებენ და ანუ მიდიხარ ესე მაგარი ნაცემი ნაბეგვი და რა დაგემართო და აი არაფერი წავიქეცია აი გარი აგზალო პირველ რიგში ხო პირველად ხო სკოლიდან იწყება ეს აგზალო ჩვენ განანო ყველაზე სიგიჟე ეგ არის რომ სკოლამ და ზოგადად ამ განათლების მიღების სისტემამ ვერ ანუ ვერანაირ პროგრესი ვერ ნახა აი ელექტრომობილები გამოვიგონეთ, მარსზე მივდივართ და რაღაცები, მაგრამ ისევ საკლასო ოთახში ჯდება ყველა მორჩილად და რაღაცა უსმენს ერთ მასწავლებელს, ყველგან არის დაფა და თქვენ აბა ერთი გაიხსენეთ თუ სადმე გინახავთ საკლასო ოთახი, სადაც როსაც ზიხარ მარჯვენა მხარეს არის პანჯარა. არა, მარცხნივ არის და მარჯვენა კარია. აბა აი ნებისმიერ სკოლაში, რამდენი სკოლა არის აშენებული. ანუ ყველა მხრიდან ეგრე იყო, რომ შედიხარ სკოლაში და ჯდები დაფარის. კი. ყველა ყოველთვის მარცხენა მხრიდან არის შენთან პანჯრები. ხო. ანუ წარმოიდგინე ეგ არ შეცვლილა, ანუ არ შეცვლილა. აუ ყველა გაკვეთილზე ეგ იყო, ხა რა ვქნები. გონია რომ საერთოდ ანუ ჩვეულებრივი რაღაც ადამიანებისთვის რაღაცა ის არის ეს დაგდებული პაკეტი, ასე რომ ვთქვათ, რომელიც აიღო კამანდამ და ახლა მაგარი რაღაცა არის, ესე აითვისათორი. ჩვეულებრივად რაღაცას გვაჭმევენ მაგით. ოღონდ ჯერ ვერ მივხვდი რა გვაჭმევენ რა, იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ ამერიკაშიც, გერმანიაშიც, რაღაც შვეიცარიაშიც და ყაზახეთშიც იყოს ერთნაირი სისტემა. ოღონდ ვაფშე სხვადასხვანაირი ხალხს უშვებს, ხო ეს სისტემა რა, ახლა რამდენი იცი შენი კლასელი, რომელიც სიტყვაზე ვიძახი იმ ჭკუაზე დარჩა ან იმ გაქანების არის როგორც სიტყვაზე ვიძახი შენ ან ვიღაც მეორე შენი კლასელი იყო რა ხო ერთი მასწავლებელი ყავდა ერთნაირად გვიხსნიდა ყველას გაკვეთილს ერთნაირად ერთ კლასში ვიჯექით ყველა ერთი ასაკის ვიყავით ერთი რაღაც ვესმოდა წარმოიდგინე მაგრამ ანუ ზოგი სწავლობდა ზოგი არ სწავლობდა ზოგი ვერ სწავლობდა და ანუ ზოგი ექიმი გამოვიდა, ზოგი პოლიციელი, ზოგი რაღაც კრიმინალი, ზოგი კრიმინალი, ზოგი რაღაც ხო ანუ იმიტომ რომ ეს სისტემა ერთნაირად ანუ კი გინდა რომ შენ ერთნაირი რაღაცა მისცი ამ ადამიანებს, მაგრამ ადამიანები განსხვავებულები არიან და არ არსებობს რომ რაც არ უნდა ანუ ბევრ ადამიანს ერთი რაღაც აძლიო, იქედან ყველამ ისე მიიღოს ეს რაღაცა, როგორც სიტყვაზე ვიძახი, აი 2, 3, 4 ან 5 ადამიანი. მე ეგ სადღაცაც კაიც არის. კარგია, რომ აი და დაშტამპული არ ხარ რა, რომ აი ეს რომ აი ზუსტად ესე უნდა იცოდე და მე შეიძლება კანონს ვარ უღებ, მაგრამ მინდა და ისევ არ ვღებ და წვინს ვერ მირეცხავ რა. არა, მინდა ანუ ახლა რა არის კანონი და ზოგადად დანაშაული ისეთი ცნებაა რომ ისევ აგზავლებთან მიდიხართ ანუ შენ დამნაშავეები და პატიმრები ასე რომ ვთქვათ ქვეყანაში გეყოლება იმის მიხედვით როგორ კანონებს მიიღებ ამ ქვეყანაში შეგიძლია მთელი ქვეყანა ჩასვა ცოტა ხნის გავიხსენოთ ხშირად ყველა მაგას ამბობს და რაღაცნაირი მეინსტრიმ ფრაზა არის მიშას დრო ანუ მიშას დროს ხო რამდენი ადამიანი იყო ციხეში დაჭერილი
იმიტომ რომ რაღაც ეგეთი კანონები ქონდათ, ეგეთი აკრძალვები მიიღეს, იმათ. ეხლაც ხო რამდენი ეხლა გადავსებულია კიდე ხო? გადავსებულია, ციხეებთ ეხლა რაღაცა რომ დავაშავოთ აქ და მოვიდეს პოლიცია დაგვიჭირონ, შეიძლება წაგვიყვანონ და სადღაც ზესტაფონში ჩაგვაყუდონ კაპეზაზე, იმიტომ რომ აქეთ ადგილები აღარ არის. ადგილი არ იყოს. ხო, ხო, აი ეგ არის. ანუ 4 კაციაში მე-15 კაცად თან შეგატენია. ნახე, სახელმწიფო როგორ ზრუნავს შენზე ამაში ეთყობა, შენ აკრძალვებს რო აკეთებ, ვისთვის აკეთებ ამ აკრძალვებს? შენი მოქალაქეებისთვის, თუ სხვა ადამიანებისთვის. ნახე ახლა მაგალითად რას გულისხმობ, გერმანიის ციხეში რო შეხვიდე, აი 10 კაციან კამერაში რო შეხვიდე, იმ 10 კაციან კამერაში შეიძლება ერთი ვერ ნახო გერმანელი. და საქართველოში რო შეხვიდე 10 კაციან კამერაში, ხო, ყველა ქართველია, მიხვდი? მაგაშია საქმე რომ ეხლა რა გინდა თქვათ რომ ქართველები ეგეთი ცუდი ხალხი ვარ? არა, უბრალოდ ჩვენთან ეგეთი კანონია, ეგეთი აკრძალვებია და ეგეთი სისტემაა რომ სადღაცას გერმანელი რაღაცას აკეთებს, იგივე რაღაცას რომ მე ვაკეთებ საქართველოს შენს გულისთვის მიჭერენ. ხო, იმიტომ რომ ტერიტორიულად სხვაგან ვიყოფები უბრალოდ. ხო, არა და ჩვეულებრივი დისკრიმინაცია არის ადამიანები, მე მაგას ვიზახი ყველგან და ყოველთვის რომ არ შეიძლება რაღაცა იყოს ჩემს მეზობელ ქვეყანაში დაშვებული და ჩემთან იყოს აკრძალული, ამისთვის მიჭერდი აქ. ჩვეულებრივი დისკრიმინაცია, იმიტომ რომ რამოდენიმე კილომეტრი არის ჩვენ შორის სხვაობა და ადამიანები ვართ ორივე, შეიძლება მეც და სადღაცას ართვინში მცხოვრები თურქიც ერთი რაღაცა გენეტიკური ხიდან მოვდიოდეთ რაღაც 100 წლის წინ და წარმოიდგინე იმას აკრძალული აქ რა TikTok-ები და რაღაცეები და მე დაშვებული. ხო, ჩვეულებრივი დისკრიმინაცია არის ადამიანური და აი ეგ არის რა, მაგას ვიძახი, შენ როგორი აკრძალვები როგორიც გაქვს ქვეყანაში, იმის მიხედვით შეუძლია სხვა გარეშე თვალმა მიხვდეს თუ შენ როგორ ექცევი შენს მოქალაქეებს რა. რა შეიძლება ყველაფერი აკრძალული იყოს ქვეყანაში. რაც მეტი აკრძალვა, უფრო მარტივად სამართავია ყველაფერი. ხო და საინტერესო თემაა ხა რასაც ლაპარაკობდით რა, აკრძალვის წყარო არის თვითონ სისტემა, სისტემა გიგზავნავს რაღაცებს, აი გეუბნება ეს შეიძლება და ეს არ შეიძლება, ხო და რაღაცაზე ხო უნდა იყოს დაფუძნებული, ეს აკრძალვები რა, რაღაც ფასდებოდეს, ხო რაღაც შესახები უნდა იყოს, რომ აი რას მიგზავნავ, აი წეღანაც გავაჭერეთ, ხო, დისკზე რა, მოსაწევზე, რომ აი მიგზავნავ, ხო, აი რას მიგზავნავ იმას, რაც ბუნებრივი მცენარე, რომელიც ამოდის, რომელიც შეიძლება ჩემ ეზოში ამოვიდეს და ვიღაც ტიპები მომადგნენ ამაზე და დამაშენოთ ციხე თავს. მაგრამ ნავთობი რო ამოვიდეს შენეზოში სახელმწიფოსია, ეს სახელმწიფოსია. მიწის ქვეშ ან განძი რო იპოვო იმაში მიწაში რა, ეს სახელმწიფოსია, მაგრამ პლანი თუ იპოვეს შენეზოში, ეგ შენია, უეჭველი იქნებ კაცო ვიღაცამ დამითესა. მაგრამ ეგეც ეგ მარიხვანის აკრძალვა საერთოდ სიგიჟია, ზოგადად ყველანაირი თრობის აკრძალვა არის სიგიჟე, იმიტომ რომ ადამიანები ოდითგანვე როგორც კი გაჩნდა ადამიანი სახელმწიფოები იარსებდა და პირველ ყოფილი მაშინ დაიწყეს თრობა. ზოგადად ადამიანს ყოველთვის თავისი ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე მიდრეკილება აქვს თრობისკენ. ზოგი ღვინით თრება, ზოგი არყით თრება, ზოგი იმით. ჩვენც ნახე როგორად პლანეტას ჩვენი სამყაროს ისია მოწყობილი რაღაცა განედები ხო არის სუბტროპიკული რაღაცა ესენი ცხელი ჰავა სადაც არის მაგალითად არის სამხრეთით ჩვენგან ხო არის უდაბნოები და მსგავსი რაღაცები ჩვენგან ჩრდილოეთით ყინვებია. სადაც ყინვებია იმ ქვეყანაში ძირითადად სპირტიანი სასმელებია. ძლიერი სპირტიანი სასმელები, იმიტომ რომ ყინვაა და იქ ჭირდება, აი რუსეთში არაყია, შოტლანდია, ვისკი რაღაცა, ხო, ლუდიც ყინვაში ვერ დაწევს. ისი არის ახლა სამხრეთ ის სადაც უდაბნოა და სიცხე ახლა იქ არყისმას ვერ დაიწყებ რა, არაყი. აგისკრება თავი და გული და ღვიძლი და ყველაფერი. სულად გახტები რა, ყველაფერს თავი დავანებ. ამიტომ იქ რაღაცა ჰაშიში იყო, რაღაცა ისეთი თრობა იყო, რომელიც რაღაცნაირად არ გაწუხებდა ასე რომ ვთქვათ, რომ ჩვენც რაღაცნაირად ნეიტრალური ვარ. ჩვენ ღვინო გვაქვს. ღვინო გვაქვს, ხო, როგორც ღვინოც ხო ნეიტრალური, არც სპირტიანი სასმელია ისეთი რომ რაღაცა გათფობდეს და არც ლაითია როგორც ლუდი მამე. ხო, ლაითია. ჩვენი განედი რომ გავყოთ ჩეხეთი რაღაცები, იქაც ლუდია, ნეიტრალური სასმელები, მაგას ვიზახე. იგივე ჩვენგანეთშია საფრანგეთიც, იტალიაც, იმიტომ არის ღვინოები იქაც, იმიტომ რომ ჩვენ ესე პლანეტა ყველაფერი მოგვცა იმისთვის, რომ ადამიანები სადაც ვიცხოვრებდით, ყველაფერი ჩვენი შესაფერისი მაგრამ ვიღაცები მოვიდნენ მერე ზევოდან და თქვენ ნო მე არ შეიძლება თქვენთვის ჩემთვის შეიძლება ხო რაღაცები უნდა იყოს აკრძალული ეს აკრძალვების სიგიჟია რაღაცა
მომიწია რაღაც პარლამენტარებთან და რაღაცებთან ურთიერთობა და ეს ზოგადად ეს საკითხი ძალიან პოლიტიკაში რო იყავი შევახსენოთ მაყურებლებს ისა გირჩის გემდე ლიბერტარიანელად მივიჩნევ ჩვენ სადანა და მადანა იკითხე რამე ხომ არ გამოატანა მაინტერესებს ზოგადად ეს ამბავი როგორ მოხდა ანუ აკრძალვა მარიხვანა ვის მოუვიდა და თავში იმიტომ რომ ვიცოდი რომ ზოგადად ანუ სადღაც 68 წელს აიგზალა მე მგონი ჩვენთან ანუ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე 68 წელს აკრძალეს კანაფი ზოგადად ეს დათესვა კულტივაცია და მოხმარება და რაღაცეები თორე მანამდე ჯილდოებიც კი არსებობდა ინტერნეტში დევს რომ ანუ ადამიანებს ვიღაცა კოლექტივში მაგალითად ვინც უფრო მეტ რაღაც კანაფს შეაგროვებდა ჯილდოს აძლევდა როგორც ყველაზე მეტი კანაფი შეაგროვა მაგრამ მაშინ ანუ ამის მიმართ ესეთი ცნობიერება არ ქონდათ ანუ ყველაზე სამ ფაქტს გეტყვით, რომელიც მაგალითად კანაფს შეუძლებს ერთად გადაატრიალოს მთელი სამყარო გაფრინდეს, ასე რომ ვთქვათ რა, ინოვაციურად, იმიტომ რომ პირველი ჯინსი ზოგადად სამყაროში შეიქმნა კანაფისგან დამზადებული ძაფით იყო ზოგადად მოქსოვილიც და შეკერილიც და ეს ჯინსები ანუ მაშინდელი ეს კანაფის ტანსაცმელი ანუ 10-ით და 20 და 30 თელი ცხოვრება ეცვათ ვიღაცებს არ ფუჭდებოდა არ იცრიცებოდა არაფერი არ მოსდიოდა ქაღალდი ნებისმიერი ქაღალდი ანუ 1 ჰექტარზე მაგალითად 40 ჯერ მეტი აი ნივთიერება მოდის კანაფია რომ 1 ჰექტარზე მოსულ კანაფით 40 ჯერ მეტი არ ვიცი ზუსტად რა ქვია იმ ნივთიერებას რითაც ქაღალდი მზადდება მე რა მოდის ვიდრე ამ 1 ჰექტარ ტყეს ანუ ტყე მოიტანს და წარმოიდგინეთ როდის გაიზრდება ეს ყოველ წელს გაქვს ყოველ წლიურად შეიძლება მოიყვანო თან ყველაზე გადაობა ის არის ეს ქაღალდი თეთრი ქაღალდი რო არის დროთა განმავლობაში არ ყვითლდება არ იჭმუჭნება ისე როგორც სხვა ქაღალდი და არ ფუჭდება ანუ ყველაზე მაგარი 1941 წელს ფორდმა წარადგინა თავისი მანქანა რომელიც მთლიანად ძარა ანუ გარედან ეს ჟეშტი რაც არის მანქანის იყო კანაფის პლასტიკისგან დამზადებული 10 ჯერ უფრო მყარია ვიდრე მეტალი ანუ ამის დემონსტრაციისთვის ანუ დიდი ურო გამოიტანა და ურტყა მანქანას და აჩვენა ყველას არაფერი არ მოუვიდა მანქანას სად არის მანქანა და იყო უმსუბუქესი იყო და წარმოიდგინე ახლა შენ წარმოიდგინე ცხოვრობ სამყაროში სადაც მანქანები ერთმანეთს იჯახებიან არ იმტრევა გაქვს ქაღალდი რომელიც არასდროს არ ფუჭდება და გაქვს ტანსაცმელი რომელიც მთელი ცხოვრება გაქვს ეხლა შევხედოთ მეორე მხრიდან კორპორაციებს რომელიც მანქანის ბიზნესში არიან ქაღალდის ბიზნესი აქვს და ტანსაცმლის ბიზნესი ხო უნდა გაიყიდოს ხო და ამაში საკუთარ ჩვეულებრივად ბიზნესი შეთანხმდა რომ მოდი ავგზავნოთ ეს რაღაც როგორც თავის დროზე შეთანხმდნენ ვიღაცები რომ მოდი ავგზავნოთ ალკოჰოლი და იყო ეგრეთ წოდებული შალი კანონი რომელმაც რა ვიცი ამერიკაში დედაუტირა თელ ამერიკის ეკონომიკა ორმაგი ეკონომიკა რასაც ქვია მეორე ანუ ბიუჯეტი გაეჩიდა შავი ფული ქვეყანას იმიტომ რომ ვერ აუგზალა ანუ ადამიანს ძალებას რა ხო ალტერნატივა ჭირდება ხო რა თან ისეთ ქვეყანაში თან მაშინ მე-20 საუკუნის დასაწყისში სადაც რავი არ რეგულირდებოდა ხა თანამგზავრები არ იყო და რაღაცები და ისე შემოდიოდა შედიოდა ამერიკაში ეს სპირტიანი სასმელები იქვე მზადდებოდა და რაღაცები რომ აი მიწის ქვეშა ბარები და რაღაცები იყო ისე იმდენი ფული იშოვა ასე ვთქვათ კრიმინალურმა სამყარომ რომ მიხვდნენ რომ რაღაც სისულელე გააკეთეს და გააუქმეს ეს კანონი მაგრამ ამე 70 წლის მერე ამ იდიოტმა კომუნისტებმა ადგენდა და თვითონ მიიღეს ეს კანონი ანუ გამოცდილება ქონდათ აგერ რაღაცა ქვეყნის რა სიწევს მშრალი კანონი და მაგრამ მაინც გააკეთეს და ეს ყველაშორის მაგას ამბობდნენ რომ ცოლი ყავდა მომებას რა ანთროპოლოგი იყო მეგონა ეკადოდ ცოლი ყავდა თუ რაღაცა ალკოჰოლიკი ხო და აგზალაო მაგპონტი თავის თემა ქონდა შენ ცოლს აუგზალე მე ჩემთან რა გინდა დელ იმას საბჭოთა კავშირი ან გააკროს უჭერ მაგრა აი გარი დღევანდელი თემაც გადმოვიღოთ ან კომუნისტური წყობის ანუ სისტემა არის ეგ რაღაცა პრობლემას ხედავ ამ პრობლემის მომარებაზე კი არ გავაკროს ანუ რა ეგ და ისა თუ სპირტი არ მაქვს აკრძალული ხო აი დახრიტა თქვარი აბა მეორე დღეს ემოთხოვა ეგ თემა არის რა აი თუ ეგ ანუ დაშვებულია სამმანეთიანი ფუთლარიანი არაყი იყიდება რომელსაც შეუძლია ადამიანი გააგიჭოს და გააბოროტოს და რახან აქციზი აკვირიაზე თუ სიგარეტი იყიდება რომელიც გამთელობას უნებს და რაღაცა ხო მაშინ აი რატომ იგზავნა აი მართლა სად მიდის ეს ყველაფერი რომ არის რაღაცები
ხო მე გეტყვი როგორც სისტემა მთავრობა თუ ვინსავარ თუ აქითავარ თუ იქით რომ აი ეს არ შეიძლება შენთვის და მე გეუბნები რომ აი ეს შეიძლება შენთვის ხო ხო და ანუ ლოგი მაგიტო თქვი რომ აი რაღაცით ხო უნდა ფასდებოდეს ეგ ხო აი რაღაცა ჯანმრთელობის დაზიანებით რაღაცა ეხლა ყველა ვიცით რომ არაყი არ გიჟებს ხო შეიძლება კაცო თან არაყი ცივი არაღიცა დავლიე და მივაცხრიშე გადატყდა გაგიყარე კისერში არა ნახე ეხლა ცივი არაღი გამოდის ის ბოთლი მორალურად ვერ შემოახ ვიღაცა შეიძლება შემოვიდეს და მეკამათოს რომ ანუ როგორი ცუდია მარიხუანა და რაღაც მაგრამ უბრალოდ არ იქნება მართალი მორალურად, იმიტომ რომ მე ჩემ თავს, ნახე, მე ჩემ თავს რას ვუზამ, ჩემი სხეული ხო, ჩემი საქმეა. აი მაგაშია საქმე, რომ მაგ ადამიანებს იმის თქმის უფლება რა, ანუ მისი ტვინი იმასაც კი ვერ უშვებს, ეგ ხმამაღლა თქვას, რომ ჩემი სხეული მეკუთვნის მე. ანუ ეგ მანდაც კი სხვაგან არიან, ხვდები? ეგეც კომუნისტური ერთგვარი ის არის რა, რომ რაღაცა ანუ შენ კი არა სახელმწიფო უნდა ზრუნავდეს. ისიც ანუ აკრძალვები, იქაც ანუ ეს სახელმწიფოს არა, მაგრამ საზოგადოებრივი აკრძალვები ხო ისიც იყო, რომ აი ქალს თუ ტატუ აქვს და პირსინგი აქვს და სტილიაგები, ხო და ანუ აი რატო ხო ჩემია, კაცო ეს კანი ჩემია და მინდა ტატუს დავიხატავ და მინდა ხელს მოვიჭრი. კაცო, იმის წანსაცმლის განსხვავებული ხო, როგორ ანუ ვიცი რა საქმეა, მე ჩემს სხეულს რას უზავ საერთოდ. ეგრეთ წოდებული ესენი, რა ქვია, დრუჟენიკებით რა ერქვა, მაგათ ეს ემებით დადიოდნენ ხოლმე რა და აი დაწერდნენ განცხადებას რომ მარიანა არ ღვევს იმას რა ქვია ანტიკომუნისტური და ხო ანუ პროპაგანდას ეწევა დასავლურ თავისი ჩაცმულობით და რაღაცით და შეიძლება მეზობელი რაღაცა გულნარი გადარიოს და იმასაც მომდეს ჯინსების ჩაცვა და ხო დავიღუპეთ მიხვდი ანუ ეგ იდეოლოგია ქონდა და ხალხიც მე მარტივი ის არის ახლა ნახე პოპულისტური არის, როგორ შეგიფუთავენ შენ რაღაცა. მარიხუანა რო აკრძალულია, როგორ ფუთავენ ამას, იმიტომ რომ იწვევს დამოკიდებულებას. შენ თავზე ზრუნავ. სულ ხო, ანუ აი, ნარკოტიკია, როგორ თრალი ხარ, გამოშტერებული დადი ხარ, აღარაფერი აღარ გინდა და ხო, ანუ ზრუნვით ფუთავენ, რომ ვითომ სახელმწიფო შენ ზრუნავ, ვითომ 15 წელი რო გამოიშვებს ციხეში, ანუ ეგ არის ზრუნვა ადამიანზე. ესეც ასე. მე თქვენ დაგაცმარებთ ყოფილვარ არის შეიძლება. მე თვითონ 15 წელი ხო? ხო, 15 წელი გაგიშვებს, რომ აი აბსურდი არის რა. რო რაღაც სცენარს გამომწვევ. აი შიში დადის ხალხი რა და აი უბრალოდ აი მაგ თემას ვერ ხვდები რომ აი რაღაც აი ხო არის რა რაღაც ლოგიკაში ჩამისვი მაშინ და ამიხსენი რა. აი ხა მე მინდა ეგრეს არ არის ხო? აი წარმოიდგინე აი მაგის გამო ხდება მე აი ნარკოპოლიტიკა რაც საგვარად ეს კატასტროფა როა ხო? აი მე ესე გადავწყვიტე რომ ესა და ეს ანუ რასაც შენ ამბობ რა მართლა ეგრეა. ადამიანი სანამ სახელმწიფო შეიქმნებოდა სანამ ეს სისტემები ჩამოყალიბდა მანამდე იყო მაგასთან მანამდე იცნობდა მაგასაც დისკსაც რა ვიცი აიავასკასაც იმასაც ღეჭავდა ჰეროინსაც იმაშებოდა იყნოსავდა და ყველაფერს აკეთებდა. ეხ სახელმწიფო სისტემა იჩიტება ის ტიპი რომელიც გეუბნება აი შენზე ზრუნავს მაგრამ შენ არაფერი არის ფული უნდა მარიხუანის ლეგენდი ერთ-ერთი ლეგენდა არის ჩინგიზხანს უყვარდა თუმცა მისი სუნი ანუ ეს ზემოქმედება არ იცოდნენ თუმცა მაგ დროს ან ეს არსებობს ეს ლეგენდა რომ სუნი უყვარდა და ეს ბუხარში აწვევინებდა ხოლმე რა თურმე და რაღაცა მომენტში რა ეს ბევრი შეყარეს და ეს ბოლი გამოვიდა და რომ ისუნთქა დაბოლდა ხო ესე რო თქვა და დაბოლდა და გათრიფა და მოეჩვენაო ესო რა რაღაც მოელვარე ჩიტიო რომელსაც უთხრა რომ შენ დაიპყრო სამყაროსო და მაგის მერე გადაწყვიტაო და ვიღაცამ ეს ისა რა ესე ოპონენტმა ასე რო თქვა ერთხელ გამოიყენა რომ აიო ჩინგიზხანაო რომ მოწიაო წავედაო და დაიპყრო თელესოღა კაიქნაო ეგო ანუ ჰიტლერი არ ეწეოდა და დავიცი ხო რა და გამჩუჟა ყველა ხო არა ეგ პროპაგანდა არსებობდა სხვათა შორის რომ ჰიტლერის და გებელსის ნარკომანები იყვნენ იმიტომ რა ხო რომ ისი ცუდის აქციელი ხო ხო ახლა სტალინზე ვერავინ ნარკომანი იყო ძალიან ახლა ვინმე რას ეწეოდა ხო ან ეხა ვიცი ძალიან და ის ტიპი ვინც გიგზავნოს შენ აი ასტრაგაობს ან რა ვიცი ეგენი იყო პოლიციელები ართმევენ ფაქტზე რომ მიდიან რომ უსატკავებენ რომ ფაქტის ასაღებად რომ ადის ვიღაცა და რომ აიღებს ფაქტს 10-დან ზმო რა ვიცი 6 შემთხვევაში პოლიცია ართმევს ამ ფაქტს და უშვებს რა იმ ტიპს და სადმე აქ მე ეს მე ის ვეღადავარ მაჩვენე სადაიღე და მიდის ისევ დევს ხო რომ შემდეგ წერს რომ არ აიღო ამან და დაერო
ხო, ანუ ხო ხდები. ჩვეულებრივად ანუ რო უყურებ, ანუ დაკაჩული თვალებით რო დარბიანეს ოპერები და რაღაცები, ანუ რა გონიათ ახლა მარახსვა, მინდა იმიტომ ემართებათ, ეგ არახსაც ვამი, მაგრამ აპრაზნები. არა ხო ცოტა დაბალი ეშელონის ტიპები და ცოტა ზევით ვიცარიან. გაშნია თუ მეტია ქართველი შენში. ხო. თუ მეტია ქართველი, მაშინ ღვინო არახს ეტანები და ცოტა ევროპისკენ და ლიბერალობა გინდა, მაშინ მოსაწევი რაღაცა კლუბური ნარკოტიკები და შენ შეიძლება ტექნოსაც მოусმინო. ხო და ეგ სისტემის ნაოლები. ხო, ესეთი პოდია. ვერ შეიძლება ცეკვა მოგინდეს. აუ რა სიძა, აუ რა სიძა. დაუგულია ეს ქვეყანა. დაუგულია. ხო და ეს მთელი მუღამი რა აკრძალვების რა აი სუპირველ ფესვში რომ მივიდეთ და სუპირველ ორიგინალურ აკრძალვასთან ხო აი სად ვითარდება რომ აი 60-ის ბაღში არის აკრძალვა რომ ადამიანის იმაში და აი წარმოიდგინე იჯდაო ტიპი ადამი რომელსაც აი ყველაფერი ქონდა აბსოლუტურად ყველაფერი ქონდა და მოეწყინა რა თუ მე ნუ რას მოხდა დედაკაცი შეუქმნა რაღაცა და აქ დაარღვია რაღაც აქ ბუნებაში ქონდა ეხა ვიღაცა ტიპი მოდის ერთმა თვითონ ჩაუდო ეგ რომ მას თავისუფალი არჩევანი ქონოდა და როგორ დასაჯა ციხეში და გამოამწყვრია სადმე ჯოჯოხეთში არა გაუშვა უბრალოდ შეთუ თავისუფლება კიდე წადი ეს პლანეტა არის შენი და აქ იცხოვრე თავისუფლად და რაც გინდა ისქენი ხო და ანუ ამას ოღონდ ასე ვთქვათ, მისი დასჯა იყო ის, რომ აეხილა თვალები სამყაროზე, ანუ დაინახა სიშიშლე, ასე შემდეგ. ხო, ცოდნა მიიღო იმ ვაშლით. ნიჩუ ის ვაშლი. ვაშლი. უნდა მანამდე იყო რაღაცა ვიწრო, იმაში ნუ ბიბლიის მიხედვით ვსაუბრობთ, ეხლა როგორ იყო კაცმა არის ეს. ხო, ანუ აი მაშინ რა სადღაც ცხოვრობდნენ პატარა ოთახში ასე რომ ვთქვათ ხო ყველაფერი შელამაზებული 200 ჰექტარი იყო ეს ისა ედემის ბაღი მე თუ ყოლ იქნებოდა ეს კი იყოს უკაშენებული ხო ანუ ხო იქნებოდა ხო ყველაფერი იყო ღმერთმა არ აგგზალა ვაშლი აგგზალა მარიხვანა და ყაყაჩოკი არ აგგზალა ვაშლი ხო და ამათ მაგრამ ყაყაჩოზე გამახსენა ბებიაჩებს ხო და ბევრი სოფელს და მე გადაათხრევინეს რო ეგო არ შეიძლება და ბებიაჩო დაწყარა რომ ვიღაცება შემომივარდი სახში ამის უნდა შემოგივარდი ჩვეულებრივად ანუ სვანეთში მაგალითად ითესებოდა კანაფი და წნავდნენ თოკებს 1000 რა სამრე გვაგას ვიზარდი ტანსაცმელში ერთშიც ხო გვაქვს ხალიჩები რაღაცა ერთს ხო ვაკეთებთ მაგი გიორგი მეფეს თრიაქი უყარდა აი ხო და ეხა წერან სასმელზე და ესენი ამომჩა თავიდან ფსიქოტროპულები სადაცაა და ტიპი გეუბნება რომ აი შენ თუ რაღაც სტრესი გაქვს დეპრესია თუ რაღაცა აი მოდი და ეს ფსიქოტროპული დიაზეპამი და ხო კლონაზეპამი და რაღაცა გაბა გამა და რაღაცები და რომელიც გადებილებს რა ვაფშე გაგიჟებს და ამ დროს აქეთ რაღაცა ღმერთის გამოცემული სცენარი გაქვს რომელიც მართლა შეიძლება შენეზოში ამოვიდეს ფულის გადახდა არ გიწევს და ეგრე არ გადებილებს რასაც ეხლა მაგის შედარებას არ დავიწყებ ყველამ კარგად ვიცით რომელი უფრო საზიანოა რა და მაგას გეუბნება რომ შენ ხეგავ აი მე ვყიდი ამას მოდი ეს იყიდე და ამით იმკურნალე და აი რასაც შენ ამბობ რა გარდა იმისა რომ აი აბოლებს და აი მაგაზე არის მთელი აქცენტი ხო თავზე ერთი პარკინსონიან ტიპებს აი დაავადება რა ხა ეს ხელის კანტუზია და რაღაცა ჩვეულებრივად დოკუმენტური ფილმებია მაგაზე რომ ღებულობენ რაღაც მცირე დოზებით და სწორდება რა ეს ხელის მოტორიკა და რაღაც ორგანიზმი აი მილიონობით კანაბი ანუ ნივთიერებაა კანაბში ანუ მილიონობით ერთ-ერთი არის ეს არა THC რომელიც ასე ვთქვათ თრობას იწვევს დანარჩენი ანუ არის თან არის ყველაზე გადაუღო ეს არის რომ ამის ერთადერთი სცენარია რომელიც ანტიალერგიულია ანუ არ არსებობს ადამიანი რომ მარიხვანაზე კონდეს ალერგია ვარსება ყველაზე მაგარს გეტყვი წელიწადში 400,000 კაცი კვდება არახისის თხილით ანუ ალერგია აქვს მილიონნახევარი ადამიანი კვდება სიგარეტით ყოველ წელიწადს ერთი ფაქტი არ არსებობს ამ ხნის განმავლობაში რომ მარიხვანის მოხმარებით ვინა გარდაცვლილიყოს ისიც რომ აი ტვინს აშრობს და რაღაცები ანუ არის ჩვეულებრივი როგორი ის პროპაგანდა ანუ ნახე როგორ რაც უნდათ ის გაავრცელეს მაიმუნებზე ატარებდნენ ექსპერიმენტებს მაიმუნები გამოკეტეს ოთახში და ეს უშვებდნენ εν რაოდენობით ამ მარიხვანის ბოლოს რომ ესუნთქათ ახლა მაიმუნი ხوار დაიწყეს ახლა მოწევას და ასუნთქენ და რაღაც მომენტში დაიღუპდნენ ეს მაიმუნები რა მივიდნენ და რომ გაკვეთეს რაღაცა ნახეს რომ ტვინში ძალიან ბევრი უჯრედები იყო დაახლოებით მკვდარი და
გადაწყვიტეს რომ მარიხუანამ გამოაშო ტვინი და სინამდვილეში უჟანგბად გამოაშო ეს ტვინი და კაიფში იყო და გათრიფა. სულ დაფნის კვამლი იყოს ეგ მაგას. თან მე ნახე რისკენ ვარ ზოგადად საზოგადოებაში რაზეც არის მოთხოვნილება თან თუ ეს მოთხოვნილება თუ მაღალია ხო? ამის მიწოდება უნდა მოხდეს. მე ამისკენ ვარ რა. ხო და დღეს ჩვენს საზოგადოებაში ახლა ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს სადაც ვიზახი მაგრამ მარიხუანის მიმართ მოთხოვნილება არის ძალიან დიდი. ანუ რეალურად ახლა რომ გახვიდე და 10 კაცი გააჩერო გულწრფელად ახლა რამდენი გიპასუხებს კამერასთან არ ვიცი მაგრამ მე რა პირდაპირ გეტყვი ახლა პოლიტიკოსები ვიცი ვინც აგრძალვაზე ანუ ხვაზე ხარ დიახ საჭერდნენ და მათ ჩემი ხელით გახვეული ჯოინტი მიმწოდებია მათთვის ანუ ხო ანუ ახლა ამ აბსურდში რო ვცხოვრობთ ახლა ხო ქუჩაში შეიძლება ვიღაცას იმასკას რა მოერიდოს თქვა რომ მოერიდოს შეეშინდეს კაცო რომ მე ვიღაცა დამაჯდეს და ეგეც არის ხო და რამდენი ადამიანია ჩემს იგვლი მაგალითად ახ პირდაპირ ვიტყვი ჩემს იგვლი ადამიანების 70-80% თუ რა ვიცი სისტემატიური მოხმარებელი არ არის მარიხუანის რა ვიცი 200-ჯერ მაინც ექნება მონაწილე თავის ცხოვრებაში ანუ რა ვიცი ისეთები რომლებიც 2-ჯერ მოწიეს და no დღეს ეს არ არის ჩემი და რა ვიცი ადამიანები რომლებიც რა თელი ცხოვრება არის არ მოუწევიათ და რა ცეროზის ნიშნებით არიან 25 წელს ანუ ხო და რომელი ჯობია ჩვენ მეგო ხო და ანუ მაგას ვიზახი ანუ რა მეც მაგას ვიზახი რა არანაირი ლოგიკა არ არის ამ მაგაში და აი რაღაცა ისე რომ რაღაცა ჯამებისკენ წავიდეთ მე ვფიქრობ რა აკრძალვა ჩემ რომ მესმის ანუ სინონიმი ეგრევე მომდის მორჩილება რა ანუ აკრძალვა უდრის მორჩილებას ხო რაღაცას რო გიგზავო მორჩილად ხდე შენ გიქვემდებარე რაღაცაში ანუ აგიგზალე აი ეს შეიძლება ეს არა ხო ანუ ჩემ მორჩილი ხდები ხო და იმის მარტო იმის გამო რომ მე ვარ რაღაც კანონდებელი მე ვარ სისტემა და მე შემილია მართლად ცხოვრება გაგიმწარო და დიდი პრობლემები შეგიქმნა აი უბრალოდ რო ვამბობ მართლა მე აბსურდება იქ ლაპარაკი რომ სცენარეზეა ლაპარაკი რა ეხლა ძირითადი თემა იყო ხო დისკზე იყო ხო მარიხუანაზე წავიდა ლაპარაკი იმიტომ რომ ეს აკრძალვა თვითონ იმხელა უკიდეგანო თემა არის რომ შეგვიძლია ნებისმიერ ახლა რო ჩავყვეთ ხო ეხლა ჩვენ განვიხილეთ სისტემის თემა აქეთ სამთავრობო კომანდა და რაღაც თორე აქეთ არის კიდე ერთი დიდი აკრძალვა რომელსაც წინა პოდკასტებში ვლაპარაკობდით ეგრეთ წოდებულ რელიგიაზე მაქვს ლაპარაკი ეხლა წმენაზე წამსე და ვის რაოს წამს ვის არ წამს მაგაზე არა ლაპარაკი კომანდა ვინც გამოდის აი ექსკლუზიური ის რო აქვს რა ღმერთთან კავშირი და გეუბნება რა აი შე არა ძმაო რა ეს არა ბიჭო თუ ვიღაც მით უმეტეს ღმერთს ყოველი შემძლე ღმერთს ჩემთან რაღაც მესიჯი აქვს ხო მეტყვის რომ აი ლემონ რაღაც აი დისკი არ მარტივ რაღაცას გეტყვის ვა ეკლესიებს კეტავენ ღამე აი ეკლესიებს კეტავენ ღამე რომ უსახკარო ადამიანები შევიდეს და ღამე არ გაათენოს ჩვენ მაგას დაჟვავდით ვიღაცას ღამე რაღაცა მოხდა შეიძლება ჩემს ცხოვრებაში და ეკლესიაში მინდა რაღაცა შესვლა და მივდივარ და ეკლესია რატომ უნდა იკეტებოდეს ანუ ხო აი გარის რა ანუ წმენაც რაღაცნაირი ის გვაქვს რა ფინანსებზე გაყვანილი ანუ ფინანსებზე გაყვანილი კი არა იცი რა რატო კეტავენ იცი რომ ვიღაცები მე ძარცვავენო ანუ აი მე ანუ შეხედე პრობლემის მოგვარებაზე ეცადე რომ ის რომ გაძარცვავს ვიღაცა იპოვე ვინ გაძარცვა იმუშავე იპოვე ვინ გაძარცვა დასაჯე იმიტომ რომ შეეხო სხვის საკუთრებას ისევ ჩემი იმიდან მიყო რატო ვემხრობი იმას რომ თუ ვიღაცა ეკლესიაში რაღაცას მოიპარავს უნდა დასაჯო ხო აუცილებლად ხო მაგრამ შენს იგივეს აშავებ რომ ეკლესია არის სახლი ღვთისა და ღმერთს ყველა უყვარს და ღმერთს სამუშაო საათებია 10-დან 6-მდე ხო ანუ არ არსებობს ღმერთის ადამიანი რომელიც არ უყვარს მოდი ესე ვთქვათ რა ჩვენ ხო ამას მოსწავლეთ თქვა რომ მე რაღაც მართლებისთვის არ მოსულვარო ხო რა თქმა უნდა ანუ ის არაცხოვავს რომ ვიღაცა ტისკს ეწევა ვიღაცას რა ვიცი არა შუაში შენ სიყვარულით აკეთებდა რასაც აკეთებდა მაგას გეუბნებოდა თავიდან და ანუ მე ზოგი სხვანაირად იგებს იქ რაღაცა დოგმატებია კიდე ის შეიძლება ხო ანუ ეგ დოგმების ხო აკრძალვა რეალურად იმიტომ რომ აი რაღაცა სადღაცას წერია რომ თან ახლა 1000 თავია 1000 ტვინი 1000-ნაირად განსხვავებულად ხო მიიღებს ინფორმაციას ერთი რაღაციდან ანუ ბიბლიას ახლა 1000 კაცი რო წაიგდოს 1000 სხვადასხვანაირი აზრი დაიბადება იმის ტვინში რა ხო და
ვიღაცას მანაირად იგებს ამ ყველაფერს ვიღაც იმიტომ არის სად ხვდები მე შენ ცეხე შედიხარ ერთი მამაო ერთ რაღაცას იძახის მეორე მამაო მეორე რაღაცას იძახის იმან კაცო კი შეიძლება 50-ზე მეტი ხავდეს მამაო იგითხრა რომ 50-ზე მეტი შეიძლება ვიღაც ამოს ებიჯო მოგნათლონ და 100 ხავდეს თუ გინდა ანუ ხო ვიღაცამ გოგო ნამონათოს ბიჭი-ბიჭმა და ანუ ხო და ანუ შენც ანუ იბნები მე ანუ უყურით რომ ხალხი ეკლესიაში რატო არ დადეს რომ ამას რო უყურებ ანუ ყველაზე ხერხა მოგინდეს ეკლესიაში ჩასვლა ავი და რომ მომინდება და ხამე რო დაკეტილია კეიფსა და დროსტარებაზე კი არა ხსა ადამიანები არიან კაცო კეიფონ და დროატარონ არა მენტალობას ხო გააჩნია რა მენტალობის არიან მამაუები არის ყველაზე კონკრეტულ რაღაცა ეკლესიაში რა რაღაც ვარავსკოის სიმღერებს რომ ხერიან და ჩემი და ანუ ბიჭო და როისვიან ანუ და კალაშნიკოვით რომ მოძრე მამაო ხარ კალაშნიკოვით რა დოდარი ხარ ანუ ბაზარი არა თუ ტყეში ცხოვრობს რაღაცას გადეგილი ხო და მგლების გეშინია კი ხო ჭირდება ეს ავტომატი იარე კაცო მე მაგას არ გიშლი პირიქით მე მაგის მომხრევა რომ რაც შეიძლება მეტი შეიარაღებული ადამიანი მინდა ჩემს ქვეყანაში რო იყო ხო, თან ანუ ყველაზე გადავა ეს არის სანამ არის ამის საშუალება ჩვენს ქვეყანაში იარაღი არის ლეგალური. ეხლა შეიძლება ყოველ სახში უნდა ქონდეს ჩაკეტილი. რაღაც კონკრეტული იარაღი უნდა ქონდეს ჩაკეტილი და კონკრეტული რაღაც კატეგორიის იარაღი შეიძლება ატარო. და ატაროში არ გულისხმობ რა იგივე ბეჭზე და იარო, ну რაღაც თავის წესები ყოველ შემთხვევაში შეიძლება ატარო. მაგალითად სანადირო იარაღი შეიძლება ატარო და სანადირო იარაღი შეიძლება იყოს აკაემი მაგალითად. ერთი და ჩავაბარო მაგის გამოსდები. M4 ანუ AR-15 შეიძლება იყოს სანადირო იარაღი, გარდაგლულიანისა და თავდაცვითი იარაღებში ანუ პისტოლეტები აქვს და მოკლელულიანი 55 სანტიმეტრზე ნაკლები რაც არის თავდაცვითი იარაღში გადის და ახლა ყველაზე გადაობა მანდ არის რომ შემიძლია აკაემით ვიარო და არ შემიძლია ვიარო პისტოლეტით რომლითაც რა ვიცი აი აკაემით მაგალითად შემიძლია ესე უწერია საცეცხლო მანძილი აქ არის 300-400 მეტრი შეიძლება ისროლო სნაიპერი ვიყო თუ მინდა პისტოლეტს ანუ 50 მეტრის იგივე ვარტყიას კარგავ არ იცის ასხდება ანუ არ გაგხანდა წარმოიდგინე უფრო შორს და უფრო დამაზიანებელი და დამანგრეველი იარაღის ტარების უფლება მაქვს და უფრო ნაკლებად იმის არ შეიძლება და თან ანუ ყველაზე გადაობა ეს არის რომ ეს არ შეიძლება ამაზე დისკუსია რო იყო რატო არ შეიძლება მიზეზი ხო შეიძლება არსებობს რატო მიგზალავ თუ ამის ტარება შემიძლია ამას რატო მიგზალავ მაგ უფრო მარტივად შეიძლება დამალო და დამალვა თუ მინდა რაღაცის ანუ იმასაც დავმალავ ანუ ყველაფერს დავმალავ და თუ რაღაცა მუხანათობა მაქვს ჩაფიქრებული საერთოდ არ ვიფიქრებ იმაზე არევა არის თუ არა დაშვებული კანონი თან ანუ გადაობა ეს არის რომ კრიმინალი მოდი ესე ვთქვათ ხო არასდროს არ ფიქრობს იმაზე მას აკრძალული აქვს თუ არა იარაღის ტარების უფლება ან რამე ანუ და მაგის მიხედვით ხო არ იგებს და ატარებს იარაღს რომ მოდი იარაღის ტარება დაშვებულია მოდი ვატარებ მოდი ვატარებ და ვინმეს მოვკლავ ხო ან ესე ხო არ იქცევა კრიმინალი იღებს იარაღს იდებს და მიდის კონკრეტულად გადაწყვეტილება მიღებული ხო კი შენ კანონმორჩილი მოქალაქე ვერ ატარებ ვერ შემოგივარდება იარაღის და შენ დანაგიჭიროს ისიც პურის თუ პორჭრი წინააღმდეგობის გაწევას დანაშაულია წარმოიდგინე ხარ რომ შემოვივარდეს ყაჩაღის სახში და მოვასწრო მე ამოვიღო რაღაცა ჩემი იარაღი გადავტენო ვესტროლო და მოვკლა დამიჭერენ ჩვეულებრივად და გამაქანებენ ციხეში რა ნუ რა კი მეტყვიან რომ კი გააჩაღებდნენ მეც ეგრე მოვიქცეოდი მაგრამ დანაშაული ჩაიდია ადამიანი მეც ეგრე მოვიქცეოდი რომ ცოცხალი დაიცავ მაგრამ შემოსული შემოვარდოდა სახში არავის არ მოვკლა მე ვარ გავარდნილი ვარ გარეთ არა, ну მაინც დანაშაული ჩაიდინე. ხო და ეგ დანაშაულის დეფინიცია რა არის? ანუ მანდ უნდა მივიდეთ. ჩვენ და მაგის მიხედვით უნდა ვიმჯეროთ რა უნდა იყოს აკრძალული ჩვენს ქვეყანაში და რა არ უნდა იყოს აკრძალული და დანაშაული რა არის? სხვა ადამიანის პირადი საკუთრების პირადი სივრცის და ასე შემდეგ ხელშეყრება არ შეიძლება, არც რა ვიცი, შეურაცხყოფა შეიძლება, არც ფიზიკური, არც სიტყვიერი და ასე შემდეგ. არც წარწმევა, სიცოცხლის მითომეტი. სხვა ადამიანს არ შეეხო და შენ თავს რაც კიდე ის უქენი კაცო. ყველაფრის უფლება ისე როგორც იმ ადამიანს აქვს ყველაფრის უფლება და აი ამ რაღაცა მთავარ ასე ვთქვა თეზის თუ შევინარჩუნებთ ხო არაფერი ზედმეტი კანონი აღარ იქნება საჭირო მაგრამ ვიღაცა დეიდები ბიძიები და ბებიები ახლა იტყვიან რომ ეს სულელია ვიღაცა არის დანა თუ აკრძალული არ იქნა ხო დავიღუპეთ და ამოვწყდით და ამოვარდით რა ვიცი ქამარ ხანჯალი გვეკეთა ქართველებს
მთელი ეს საუკუნეების განმავლობაში და რა ვიცი, აგ 21 საუკუნეში აყარეს გამარხანჯალი, იმიტომ რომ არ შეიძლება თუ ჯაყვას ვერ ატარებ. იარაღის, ანუ წარმოედგინე, ჩვენ ჩოხა რა არის, ანუ ის ქილოსაც ეძახიან. ქილა იყო რეალურად ის ქილა რაშიდაც იყო პროხი ეგრეთ წოდებული დენტი ხო რასაც თოფის დასატენად ხმარობდნენ და გამზადებული ქონდათ რომ იქ გამზადებული ჩაეგდოს პირდაპირ იმაში რაც გადაწენილი იმაში არ იყო რაღაცა ტყვიები და რაღაცები ეიტენებოდა თოფები ხო მაგისთვის არის ჩვეულებრივი განპირთვის ჟილეტია ანუ ხო გვინახავს სპეცრაზმედოს და რაღაცებს რო აცვიათ რაღაც აბოიმები და რაღაცები რო უკეთია ეგეცია ჩოხა ხო ძველი მოდა არის და ჩოხა არის არ იყო ის რაღაცები ხრიწები და რაღაცები არ ქონდა ქამარი უკეთია ქამარი ძელგვარი რაღაცა ესე ქამარზედაც რაღაც რკინის რაღაცები ქონდა ყოველთვის წყალს ქამარი არავის არ ეკეთა ხო ანუ და ხანჯალი სატევარი ეგრეთ წოდებული რომელიც ეს დეკორაცია და ბუტაფორია არასდროს არ ყოფილა იყო იმისთვის რომ დაეზიანებია ვინმე ხო და რავი ჩვეულებრივად თოფები კედელზე ქონდა ჩამოკიდებული იმ ტრადიციებს იცავენ ხანჯლები იმაში ვენახის ბოლოში ჩარჭობილი ქონდათ ქართველებს ყოველთვის იმიტომ რომ რა დროს მტერი შემოესებოდა კაცმა არიცოდა რა დროს დაჭირდებოდა შეიძლება ვენახში დაჭირდებოდა ხმლის მოშიშვლება და ამიტომ ქონდათ ვენახის კვალის თავში ჩასობილი ეს ხანჯლები რა ფილმების უყურო ბაშიაჩუკი ხო გაქვთ და რომ შეუესევიან და უცებ რო ყველა ხმალს გააცნო ვენახებიდან და ყანებიდან სად ქონდათ ხო ანუ აი ქონდათ სულ ქონდათ და არავინ ამას არ უბრძანებდა მაგრამ მოვიდნენ კომუნისტები ჩამოგვართვეს იარაღი ჩამოგვართვეს მიწები ჩამოგვართვეს ყველაფერი და გვითხრეს რომ ახლა თქვენ სიტყვის თავისუფლება და ყველანაირად როგორც ჩვენ გეუნებით აი იცი და ამერიკაში ეგ არ მომხდარა ბოდიში აი მაგას ვიზრხი ამერიკაში ეგ არ მომხდარა ეგ კომუნისტები არ მოსულან და იმიტომ არ შეცვლილა იქ იარაღის და როგორც ველურ დასავლეთში ქონდათ ვიღაცებს რომ შეეძლოთ ეტარებინათ იარაღი ისე დარჩათ ეგ უფლება და ატარებენ დღემდე ანუ არც ვიღაცებს ამ ლიბერალურ ფრთებს მოაფიქრდათ უბრალოდ რაღაცა შესწორებები და რაღაცები შეეტანათ თორე თლიან ამერიკაში იარაღი ლეგალურია ნუ კონკრეტულ შტატებში ახლა რაღაცა ზოგან გამოჩენა არ შეგიძლია ზოგან გამოჩენილი თუ არ გაქვს იარაღი ის არ შეგიძლია ატარო და სხვადასხვა ზოგან ახლა ავტომატური შეგიძლია კონდეს ზოგან ეგრეთ წოდებული მაყუჩი შეგიძლია კონდეს იარაღზე და სხვადასხვა ესეც ზუსტად აი მაგ ასე ვთქვათ ლიბერალური მიდგომებით რომ აი იარაღი მანდაც ჩვეულებრივად ხალხი როგორ გამოიყენებს ახლა ვიღაცები ერთმანეთს ხოცავენ და აი ვიღაცებმა დახოცეს ერთმანეთი და იარაღი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში აკრძალული იმიტომ რომ თავისუფლად შეუძლია ვიღაცას იყიდოს იარაღი და ანუ შენს შეგიძლია და შენ შეგიძლია იყიდო თავი მე ანუ მარტო იმას რას უყურებ და მარტო პოლიციას რას უყურებ და ამიტომ სადღაცას რაღაცეებმა ასე ვთქვათ იქ რესპუბლიკელების და დემოკრატების შორის ყოველთვის რაღაცა იდეოლოგიური ჯახია ხოლმე მაგრამ თლიან ქვეყანაში ეს აგრანუ შენ სიტყვაზე ვიძახი ხე თუ ცხოვრობ რაღაც იმერეთში და ამიგზალეს იარაღი კახეთში შეიძლება იყოს დაშვებული და რავი ისეთი ქვეყანაა რომ ამერიკა რომ არ იქნება არავისთვის პრობლემა რომ სიტყვაზე ვიძახი იმერეთიდან ადგეს და წავიდეს კახეთში და იქ გააგრძელოს თავისი ცხოვრება მუშაობა და ის კონკრეტული კანონი აწყობს ხო რაც აწყობს და ჩვენ არა გვაქვს ჩვენ პატარა ჩვენზე დიდი შტატები არის ყველა რაც არსებობს ამერიკაში ხო ჩვენ ანუ ერთი სისტემა უნდა შევქმნათ რომ ესე გვაქვს ანუ ესე ვართ და არის იარაღი ლეგალურია საქართველოში იყო და გავიდეს კომუნისტები აღარ არიან კომუნისტები დაგვიბრუნონ ხო შეიძლება ეს სახელმწიფო რომ ისაკუთრა ისე მიწები ყველაფერი ხო მიიღო და ხავი აკრძალული გაქვს შენ მიწაზე აკრძალული გაქვს სახლის აშენება ხის მოჭრა ხის დათეს ანუ დარგვა რაღაცა ვენახა იდაბუმე რომ ვენახიო რომ გააშენო ლიცენზია გჭირდება ანუ ყველაფერს იქითკენ მიყავთ რომ სახელმწიფოს გარშე ვერ გადაადგა უფერს ან ჩვეულებრივ მასიური კონტროლი არის რა ხო როგორ სასწავლაშენება საით ექნება მაგისტრის რომ იყოს კონტროლი რა საით არის ფანჯარა სახელმწიფო მიწყოს ყველა კი ანუ გადაწყვიტოს რომ მარცხენა მხარეს იყოს ფანჯარა საკმაოდ ოთახებში და ყველგან მარცხენა მხარეს არის ფანჯარა ვიღაც აბრალებს ამას იმიტომ რომ ძირთადად ხო მარჯვენა ხელით წერთო და რო ზიხარ და წერ შუქი იქიდან გატყავს და ხედავ რა ანუ მე თუ აქეთ ხარიცი ვარ და ჩემამდე თუ სამია ესეთი მერხია მაინც არ მოდი შუქი და არა ხა ვის როგორ უნდა ისე განათარგმნოს მე მაგას ხო იცი მაგრამ ისე მაგას აქ არსებობს უფლება რა ძლივს გავიდი შეიძლება მარცხნივ იყოს ხო არა ხო არა თუ ცაცია ვარ და ესე წერა გავაკეთო ყველა ცაციის უფლებები ახსნა ცაციას ფოტოში
შორის ის იყო აკრძალული იყო ცაციობა მე ვიყავი ცაცია და კიდე კაი მაგ ეპოქას გამოვცდი თორე მეც უეჭველი ხელში ვიყავი რა ხაც ცაცია ხარ ხო ვიყავი მაშინ ხო ცაცია ხა ადამიანი ხო არის განსხვავებულია და ზოგს გულია საერთოდ ზოგს მარჯვენა მხარეს ეგეთი ანომალიებიც არიან და ხა ადამიანს რომ მარცხენა მხარე ქონდეს უფრო განვითარებული ვიდრე მარჯვენა მხარე რა პრობლემა არის აბაში ხო არ შენ როგორ მარჯვენა მხარე უფრო განსხვავებული იყო და იმიტომ ყველანაირი განსხვავებული აზრი ყო განსხვავებული ვიზუალი ყველანაირი განსხვავებული შესაძლებლობა მიუღებელია რა ხო არ შეიძლებოდა უბრალოდ რა ესე გადაწყვეტოს რომ არ შეიძლებოდა თუ როგორ არ შეიძლებოდა კაცო ხო არაფერზე დაფუძნებული ჯიმი ჰენდრიქსი ცაცია იყო კურტ კობეინი ცაცია იყო რავი ლეგენდა ხალხი იყო ხა მაგათვის რო ხელებში ერქვა ლეგენდა ხალხი ცაცია ანუ წარმოიდგინე ყველა უმოუკრავდნენ გიტარებზე ანუ წარმოიდგინე და ხო ახლა რომ მისული ყავი და ჯიმი ჰენდრიქსის ჩაგერტა ჯიმი ჰენდრიქსი დაბადებული იყო იმენ ხო ჯიმი ჰენდრიქსი საბჭოთა კავშირში დაბადებული იყო და ზაოდის მუშა იცი რა მინდა რა ისო მახსენდება რომ აი უდიპლომოსასწო ჭიჭინას რა და აი უდიპლომოსასწო არის საბჭოთა კავშირის იდეალური სახე რომ ანუ შეიძლება ტიპი ყოფილიყო მესი აი რავი პელე ეს და ქენი რონალდო ტიპს ფეხბურთი უნდა და რომელსაც საბოლოოდ მთელი საზოგადოება საყვარელი ადამიანი მშობელი ქვეყანა ყველა აიძულებს რომ დამპალი მშენებლობა დაიწყოს იმისათვის რომ ფეხბურთელი გახდეს და ეგრე ჰეპი ენდით თავდება ფილმი და სატირალია დაბადებულიყო 72 წელს ხო ანუ იქნებოდა ეხლა როგორც ჭიჭინა შეიძლება მომღერალი გაჩითულიყო ჭიჭინა და ანუ არა წაიყვანეს და ჩაიაკრეფინეს საბოლოოდ მაინც ეგრე გადაუტრიალეს ხო იმიტომ რომ სიმღერას სიცხვილე იყო და საზოგადოება მაგ იცინის ანუ სასაციო ფილმი ეგ საზოგადოებაზე იდეაში სატირალია რომ ანუ რავი ეს პოტენციური მესი და რავი პოტენციური აი ლასკალას მსახიობი ვიღაცა ყველაზე მაგარი ანუ ჩაიკარგა რომ ერთმა რაღაც საღორი აშენა და მეორე ჩაისკრებს აი იდეალურად ეს არის ანუ ჩაკეტილობა იყო ანუ მართვის მექანიზმი ადამიანს რაღაცა კონკრეტული უნდა აკეთებინა და სხვა მეტი არაფერი რავი და დანარჩენი ყველაფერი რო არ აკეთოს ამ ადამიანმა და სრულის არ გაუჩნდეს ის ყველაფერი უნდა დემონიზირება უნდა მოახდინოს ბებიაჩემს მაგალითად რო კითხვა ხა დღემდე იმიტომ ვიძახ ეს თაობა სანამ არ შეიცვლება არაფერი ბებიაჩემი ახ დღემდე მაგალითად და ტელევიზორში რო კალკი მოშტევა ის სახშესაშვი ვერის ვიძახს ანუ სცენაზე მოცეკვავ ეს და რავადე ვიჭერ საქმეს ანუ ხო იმიტომ რომ ბიჭი რო ეცეკვება ბიჭი ეცეკვება და მე შენ ცოლად უნდა მოიყვანო ანუ ხუთი ზარარია რა კი თვითონ ეგრე გაიზარდნენ ეგონია სწორი ხო გაიზარდნენ კი ასე მამაჩემს რავი სამი ძმები არიან და ბებიაჩემი მით ამაყოფდა რომ რა ვიცი მე სამი შვილი ისე გავაჩინეო მე ბაბუაშენსო გახთელი არ ყავარ ნახე რანაირად ხო ანუ ხუთები ანუ რა თაობა არ და ეგ თაობა იყო რა ვიღაცას ის აღიზიანებს რომ რავი ხალი ხმამაღლა რო გაიცინებდა შეიძლებოდა ხმამაღლა გაცინებს ანუ ხალი ხა მოგრძალებული უნდა კიდე კაი 90-იანებში დავიბადე სადღაც გავძვერი კი ანუ მე ჩვეულებრივად გადასახლებული ვიქნებოდი და დამხრიტავდნენ ეგრე ჩემი აზრებისთვის და რაღაცეებისთვის ესე ხმამაღლა რომ მეთქვა და ეგ ну რეპი არ იქნებოდა კომუნისტების დროს მაგრამ რაღაცა რა როკი ხო იყო რაღაცა რაღაცას მაინც მოძებნიდი ხო ალტერნატიული მუსიკა იყო მაშინ ალტერნატიული მუსიკა დითლებოდა ყველაფერი განსხვავებული რაც ესტრადას გარეთ იყო და რეალურად ესტრადა იყო მაინც ყველაფერი ანუ იმიტომ რომ სახელმწიფო გიკვეთავდა ანუ ვია 75 იყო თუ ვინც იყო ჩვეულებრივად სახელმწიფო უკეთავდა რომ რა სად უნდა ემღერა რა უნდა ემღერა და რაღაც ანუ მე ინტერვიუ მაქვს ხო რა უნდა ემღერა ძველი ადამიანი ყვება ვია 75-ის პირველი კონცერტი რო იყო და ფილარმონიაში და რო ვართო შეკრებილი და რო ველოდებით კონცერტსო და რაღაცა ფერადი შუქები რო აინთო და საროჭკებში და ჯინსებში ჩაცმული ტიპები რო გამოვიდნენ შოკი ცოტა შოკში ვიყავით ანუ ყველაზე ხესე და შვებია იმიტომ რომ ვიჩეული იყვნენ რომ ვიღაცა შავარ კოსტუმიანი გაჭიმული ტიპები გამოვიდოდნენ ან მღერებდნენ კონსერვატორს რაღაცნაირად აუმარჯოს პარტიას ხო რაღაცა შეასრულებდა და ამათმა ცოტა ფანკი შეურიეს იქ რაღაცა შემოდიოდა ეხა ზოგს პლასტინკა ქონდა ვიღაცის ნანა მოსმენელი ზოგს რაღაცა და ჯერი ხალხმა რაღაცა თავისი გამოიყვანეს იქედან მაგრამ ჩვეულებრივად მან შეკვეთილი იყო ცენზურას გადიოდა ანუ ხო აბა ისე ფირფიტაზე არის ფირფიტას არ დაგიბეჭდავდნენ მინიმუმ რა ვიცი 4 რუსულად ტრეკი თუ არ ქონდა და იმიტომ არის იმიტომ მივიღეთ ეხლა ეს 70-იან და 80-იან წლების და 60-იან წლების მათ შორის რაღაც ძველი ჩანაწერას მე ბევრი მაქვს იცი შენ და
ხშირად ანუ შეხვდები რაღაც ქართული გეცნობა მუსიკა ანუ ჰარმონია ყველაფერი სიმღერაც აგერ დაიწყეს გაშალეს მეშვა რაღაც რუსულ სიმღერას ვერია ან რუსულად ვერია სულიკოს რუსული ვერსია რა უნდა იყოს ხო ან რაღაცა მეც კი ვიცი დილა თუ ბინდია მღერის რუსული სულიკო მეც კი ვიცი ხო ეგეც ან ყველაზე მაგარს გეტყვი ხა იმას რა ქვია არის და არ დაიდარდო ფილმი რომ არის აუ აი თლიანად რუსულად არის, ანუ არ დაიდარდო ქვია. ეგ და მიმინო, ანუ ეს ფილმები რომელიც თავიდანვე არ მაქვს ნარახი, იმიტომ რომ რუსული არ ვიცი და ის რაღაც კაი მომენტები ამოჭრათ, მაგრამ ვერ ვუყურებ, იმიტომ რომ არ არის ჩემენაზე. და გითხრა, ანუ იქ იმ მომენტებში, სადაც ქართული საუბარი მიდის. რუსულად ადებს. არ არსებობს, სადაც მარტო ქართულად საუბრობენ, რომ რუსული voice over-ი არის და ხო, თარგმანია კი, ხო. ჩვეულებრივად გამარჯობა არის, ჩი არის ბიჭო, ზაროცა მაგრამ ესე თარგმნის ვიღაცა. როგორ ერთი ხმით კი, კაცი, ყველა ერთი. ანუ ყველაზე გადაუვა მე რაღაცა ქართული ფილმი მაქვს, ნახე სესილია თაყაიშვილი და რაღაცა არ მახსოვს რა ქვია. აი სუფთა ქართული ამბავია თელ ფილმში რა. არა რუსული. ეთყობათ ტიპებს რომ ქართულად ლაპარაკობენ ფილმშიდაც რა, მაგრამ არის რუსულად გადათარგმნილი. და ქართულ არხს ემნახე სადღაცას და ეს რუსულად გადათარგმნილი ქონდათ ქართულად დოგონ ვიღაც ორ მსახიობს ამხელა ფილმი და ანუ სესილია თაყაიშვილი რაღაცა ემოციურად რაღაცას ყვება ფილმში და ეს აქეთ ჯერ რუსულად როა გადათარგმნილი ვიღაცას და მე ამ რუსულიდან როგა კიდევ ისე გადმოთარგმნილი შენ ქართულად და ანუ ხო იქ დაკარგულია ყველანაირი რაღაცა ემოცია თამაში ხარ ხო და მე არ გითხრათ, ანუ ჩავრთე ეს ფილმი უყურე კი სესილია თაყაიშვილი ვიღაცა ანუ კვანტალიანმა გაიარა, მაგრამ რა ფილმია, ანუ რა უბედურებაა. ანუ ხო ვერ უყურე, გამოვთე. იმიტომაც არ დამომახსოვრდა მისი სახელი, ანუ იმიტომ რომ უინტერესო იყო ჩემთვის. ხო და ეს ხდებოდა, იმიტომ რომ ეს მიმინოც ისენი ყველა იყო, ანუ ქართული ფილმი კი არ იყო მოსფილმის დაკვეთა რა, მოსფილმი ანუ ყველა ფილმზე ეხატებოდა ეს რამგალდო უროიანი კი ხელი როეჭირა ეს. იმასთანაც გვედგა ეგეთები, რა ქვია. ძველი რა პარლამენტის შენობასთან იდგა მსგავსი მონუმენტები რა. ბოლოსკენ წავიდეთ რა მეგობრებო რა, ეხლა მე როგორც თქვი, ანუ ჩემს აკრძალვა არის სინონიმი მორჩილების. და აი თქვენს რა რო შევოჯამოთ, აი აკრძალვაზე 2-20. აი კრძალოს აკრძალვები, მე მაგის მომხრე. ან შენ სლოგანი ეგაა. ხო. აი კრძალოს მორჩილება, აკრძალვაც ხო მორჩილებისთვის არის მართალი ხარ, რომ იმიტომ რომ მორჩილება კონდეს ადამიანებში, მაგრამ ადამიანის გუნება ისეთი არის, რომ ანუ აი ორი ადამიანი რო არსებობდა დედამიწაზე და ერთი კანონი დაარღვია ორი ადამიანიდან რომელიღაცამ რა. ეს ადამიანის გუნება ის ბიბლიაც მაგას გვიყვება მართლა რაღაცა კონკრეტული ტიპები არ არის ზოგადად ადამიანი როგორია და როგორ არის საერთოდ სამყარო მაგაზე გვიყვება ისაც დანაშაული ჩადენის მიმართ ადამიანს აქვს მიდრეკილება ეგეც ანუ 4 ადამიანი ინტერესი რო ის რაღაც არ შეიძლება უფრო გაინტერესებს წარმოიდგინე 4 ადამიანი როდესაც არსებობდა რა ქვია ადამი ევა კაინი და აბელი როცა არსებობდნენ დედამიწაზე ხა 4 ადამიანში ერთი მკვლელი აღმოჩნდა და ერთმა მეორე მოკლა ძმა ანუ ხო არა ვინმე ხო და ანუ დანაშაულის მიმართაც ეს ადამიანის გუნებას გვიხსნის ხო და ესე აკრძალვა ჩემი აზრით იმიტოა სიგიჟე რომ არ არის გარანტია რომ რაღაცა არ მოხდება ანუ აკრძალვით შენ პრობლემას ვერ აგვარებ როგორ პრობლემაზე იმუშაო და არ არსებობს ნებისმიერი ქვეყანა აიღეს სადაც აი აკრძალული არის ყველაზე აი ირანში მაგალითად ხო ეს ელექტრომუსიკა რაღაცეები აკრძალულია აი ყველაზე დიდი ანდერგრაუნდი არის მაგალითად აი შადი ხარ და შეიძლება 7 კაცი იყოს სადღაც შეკრებილი და მაგრამ ისეთი გარდომამების ესეთი გულავამების ვერ ნახავ ესეთ განვითარებულ ევროპაში ხო მაინც გამოძებნიან რა ხო ადამიანი მაგაზე არის ზუსტად იმ ბიბლიაზე წერი ადამიანის გულები მიდრეკილება აქვს იმისკენ რომ გამოსავალი ყოველთვის ნახოს რა აი ყოველთვის არიდებს თავს აკრძალვას ასე რომ თქვა ამიტომ აკრძალვა ჩემი აზრით სისულელია და გამოსავალი არ არის გამოსავალი რაშია გამოსავალი აი გასაუბრეთ რაშია გამოსავალი ჩვენ პოდკასტის სახელწოდება მადლობა თერიკ ბოლოს მადლობა ჩვენ სტუმარი არ აღმოჩენილ ხარ შენ აი ზუსტად ეს ფაინი და ეს აუც გულწრფელი მეგობრული ჰქონდა სამ ადამიანს და მადლობა თქვენ მეგობრებო ჩვენი ყურებისთვის და არამხოლოდ კი აუცილებლად უნდა თქვა ჩვენი მეგობრების ხვაწლი ამ პოდკასტის წერაში და მადლობა თქვენ მეგობრებო და
დროებით და დაგიბრუნდებით აუცილებლად კიდევ საინტერესო თემებით. Adiós.